ერთერთის ვლოგი. მეგობრებო, დღეს ვიყავი ბაქეთის უნივერსიტეტის ემილის სამთრის სკოლაში. გაიგებთ, კახეთში გაიგებთ. ჩამოვედით კახეთში დავბრუნდით და ახლა შეკრება. ქრონის გაუმარჯოს. რა მოლოდინები გაქვს გრუნის სამთრის სკოლასთან დაკავშირებით? ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს, იმედი მაქვს ბავშვები უკეთ გავიცნობთ ერთმანეთთან და ვმეგობრდებით და თან ჩემი მომავალი პროფესიული განვითარებისთვისაც კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. არ უნდა დამელია ეს. ამაცანც არა. ჩემი აზრით ეს დღეები იქნება ნაყოფიერი, კარგი მოგონებების შექმნელი და ერთ-ერთი სტუდენტური ცხოვრების საუკეთესო მოგონება. ახლა ვესწრებით სამთრის სკოლის პირველ შეხვედრას. ჩვენ ახლა გაგაცნობთ ჩვენი სამთრის სკოლის ერთ-ერთ ტრენერს, რომელიც მოყვება უფრო დეტალურად სამთრის სკოლის შესახებ. ჯერ გაგაცნობთ. გამარჯობათ, მე ვარ ნინა გერსამია, სამთრის სკოლის ერთ-ერთი ტრენერი. ჩვენ გველოდება ძალიან საინტერესო ორი დღე. ჩვენი თემა არის ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების ხელოვნება. ასევე შევეხებით მედიაციას, იქნება ძალიან პრაქტიკული, ინტერაქტიული, იქნება ჯგუფური პროექტები, მოლაპარაკების სიმულაციები და ძალიან ბევრ საინტერესოს გიმზადებთ. ჩვენი პირველი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო და სამთრის სკოლას გახსნილად ვაცხადებთ. დილომშვიდობის მეგობრებო, კახეთში საოცარი დილო გაგვთ თან და ესეთი მსიანი. ახლა უნდა ვისაუზმოთ, შემდეგ შეხვედრა გვაქვს, ტრენინგები იწყება და იქიდანაც რა თქმა უნდა გაგიზიარებთ კადრებს მაგამდე ჩემი ოთახის ხედი რომ არ გაჩვენოთ არ შემიძლია. ახლა ჩავდივართ საზაუზმოდ, როგორც უკვე გითხარით და ტრენინგებიდან დაგიბრუნდებით. ძალიან საგიზეთი იყო რომ ჯგუფებში მომხდარიყავით და დასწრება იყო უნივერსო. და ხდა ვიყავით ჯგუფებად. მოკლედ, გაცვლით ინფორმაციას. ახლა ვხატავთ მოლოდინების ხეს. შევირიეთ ჯგუფები ერთმანეთში და ვნახოთ ვის რა მოლოდინები აქვს. ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მოლოდინია რომ ეფექტური კომუნიკაცია პრაქტიკაში გამოვიყენოთ ხარისხიანად. ჩვენ ახლა ვაკეთებთ მოლოდინების ხეს და მე გამოვარჩევდი ერთ-ერთ მოლოდინს, ეს არის ახალი ურთიერთობები, რომელიც ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი განსხვავებული ადამიანი ვართ ერთად, რომლებიც ერთმანეთს არ ვიცნობთ და ამ ტრენინგების მერე ვფიქრობ რომ ბევრი ახალი მეგობარი გაჩნდება ჩემს ცხოვრებაში და ასევე სხვების ცხოვრებაშიც. ჩვენი ჯგუფის მთავარი მიზანია შევკრიბოთ საერთო აზრები. გადმოვცეთ კონკრეტულად რა არის ჩვენი პირადი მოსაზრებით მთავარი და გაგაცნოთ თქვენს ერთობლივად მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება. მთავარი მოლოდინი არის ახალი ადამიანების გაცნობა, ეფექტური კომუნიკაციის შესწავლა, თვითდაჯერებულობის გაზრდა და საჯარო გამოსვლების შიშის დაძლევა. დასრულდა ტრენინგი. მინდა გითხრათ რომ იყო ძალიან საინტერესო, უამრავი აქტივობებით, თამაშით და არ ვიცი. ძალიან ბედნიერები ვართ და არ ვიცი, ძალიან ბევრი რამე შევიძინეთ ამ ტრენინგით. როგორც უკვე გითხარით, ტრენინგის პირველი ეტაპი დასრულდა, ახლა ვისადილებთ და შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი. ისეთ საინტერესო იყო მეგობრებო, ისეთ საინტერესო იყო, რომ დაღლა საერთოდ ვერ ვგრძნობთ ვერავინ და ერთ სულ გვაქვს, როდის დაიწყება მეორე ეტაპი. როგორი აბაცალი ხელი რომ არ გაქვს. მე მგონი ხელს ვუშლი. დღეისთვის დასრულდა ტრენინგები. ზომად საინტერესო დღე გამოვიდა, ახლა ვახშმის დროა და შემდგომ უნდა ვითამაშოთ მაფიან. ეხლა მოვჭით საუზმეს, დილით ვეღარ მოვას, წარმოეც გადაღება და ჩავიდეთ ტრენინგზე და დარჩა ეს იქიდან დაგებრუნდებით. ესე იგი, ახლა გვაქვს ცუდიანი პატარა შესვენება და ცოტა ჰაერზე გამოვიდეთ გასანიავებლად. გამარჯობა. ძალიან ნაყოფიერი ტრენინგი არის, რავჯერჯერობით კარგად მიდის და ნახოთ დღის ბოლომდე როგორ და რანაირად და ჩვენი უსაყვარლესი ბატონი ირაკლი გუტარებს ტრენინგს. პირველი ნაწილი, ესე ვთქვათ, შეხვედრის და ტრენინგის დამთავრდა. ახლა მოგვენჭეს მედიაციის საჩვენო, ნუ ამათ მიანეჭეს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ ღამის კლუბში შევიდეთ, ესე განაცხადეს. მე აქამდე ვიყავი მედიაციის ელჩი და ძალიან სარგებლობდი მაგ სტატუსით. ყველანი არიან ნავებში გადანაწილებულები. შენ ჩემთან ერთად ხო?
კი ერთ ნავში ვართ მე და შენ. მე და ერთნაირი რაღაცები არ მეგვაქვს. მან ახლა რა გიცი? ანუ ამ რეგიონი რაც მე მიწერია რეგიონი არის სწორი, ამან მითხრა. ამან იცის ჩემ არ ვიცი შესაძლოა ჩემ სწორი გიცერი, მე ჩემ თუ ჩემ არ ვიცი შესაძლოა ჩემ სწორი არ ვიცი. ესენ ჯერ კიდევ მსჯელობის პროცესში არიან. ამ ლოგიკურია რა, ლოგიკა. ესეთი ამინდი გვაქვს დღეს გუშინ უფრო კაი ამინდი იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან თბილოდა და მზე იყო. ახლა შევიდეთ საკონფერენციაში სხვათა შორის ძალიან ლამაზია აქაურობა და ძალიან მომწონს და ოჩახ ადმინისტრაციას და მედიაციის გუნდს რომ ესეთი კარგი გასტრო შეარჩიეს, იმიტომ რომ ყველანაირად მოყოლები ვართ ყველანი. ჩვენ გვაქვს ესეთი ბუშტი აწარი რაღაცები და ახლა თეკომ გავუკეთა წარწერა. ჩვენ გვიყვარს გრუნი. აქ ის სახელები აწერია. ჩვენ ვიღებთ vlogs და გვაფოლოვეთ გრუნი eduji. დავბრუნდით საკონფერენციაში და საინტერესო ფაქტი გავიგეთ პირველები მოვჭით მოლაპარაკებას და ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი. წეღან მქონდა დაჯილდოების საღამო, რომელიც ძალიან სახალისო იყო და მონაწილეებს განუგვეცა სხვადასხვა სახის საჩუქრები. ხო და ახლა მივდივართ მაფიის სათამაშოდ და თქვენც წაგიყვანთ ჩვენთან ერთად. ჩვენი მესამე დღეს დასასრულს მივახლავდა და ხვალ მივმგზავრებით თბილისში.